ოდესღაც ენებად დაყოფილმა კაცობრიობამ ვერ შეძლო თავისი ამ პატავნებით სავსე იდეის განხორციელება, ბაბილონის გოდოლის აგება, რომელიც თავისი შემოქმედის წინააღმდეგ ამბოხების სიმბოლო იყო. მაგრამ ამ გოდოლის იდეა ყოველმა ხალხმა თან წარიტანა და მისთვის მასალის მომზადება კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე გრძელდება. სწორედ ანტიქრისტეს მეფობა იქნება ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დასასრული. გაბნეული ხალხები კვლავ გამონახავენ საერთო ენას ძველი ჩანაფიქრის განხორციელებისათვის. ჩვენს დროში მდინარე ყველა გამოერთიანებელი პროცესი პოლიტიკის, ეკონომიკის, რელიგიისა თუ სოფხედულობის სფეროში სხვა არაფერია თუ არა მზადება ერთი ძლიერი, ყოვლის მომცველი კავშირისა, რომელიც მოწოდებულია, რომ ბოლოს და ბოლოს მთელმა კაცობრიობამ ერთად აღმართოს ამ პატავნების სვეტი, ესა უკანასკნელი ცთა სატანისა, რომელმაც ოდესღაც ინატრა ზეცად მიმართ აღვიდე ზედაით ვარსკვლავთა ცისათა დაუდგა საყდარი ჩემი. ესაიას მე-14-13. და ადამიანისა, რომელმაც განიზრახა, რომ ყოფილიყო ვითარცა ღმერთი, რომ დაცემულ კაცთა ანგელოზთა შეერთებული ძალებით მიითვისონ სოფელი, თვითონვე გახდნენ ვითომ ღმერთები და ღმერთკაცები. სულიერი ცხოვრების დამახინჯების, კეთილისა და ბოროტის ცნებების დამახინჯებამდე საერთოდ სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასწორ გაგებამდე მივყავართ, რის გამოც ღმერთისადმი ყალბი, ხილბლზე დამყარებული დამოკიდებულება გვექნება. აქ ყველაფერში ვლინდება ადამიანის ღირსების გადამეტებული შეფასება, მისი დაცემული მდგომარეობისა და განსაკუთრებული შეწყნარებლობა საკუთარი სულიერი მდგომარეობის უცოდინრობის შედეგად კაცი ხიბლის ოცნებების ტყვეობაში ვარდება. თავის თავში იგი არარსებულ სათნოებებს ხედავს, შვენიერი ნერვიული აღტკინება კეთილ სულიერ დროისათვის სათნო მისწრაფებად ეჩვენება. ასეთი ადამიანის მთელი სულიერი ბრჭყალებში მოღვაწეობა გონებასა და ნერვიულ დაბოლოებებშია თავმოყრილი. აქედანვე იღებს სათავეს მისი აჩქარებული შფოთვარე უთავბოლო ცხოვრების წესიც. ასეთი გარეგნული სიფიცხისგან იშვება გზნობებისა და გულის სიტყვების, ოცნებებისა და განცდების განხურვება. ყოველივე ამის შედეგად კი თვითონ ადამიანიც აგზნებული, მოძრავი, აქტიური, მოფუსფუსე ხდება. მის გონებაში 1000 გეგმა და იდეა იბადება. გულში სურვილებისა და გზნობების კორიანტელი ჩნდება, მაგრამ ყველა ისინი გარეთ ამა სოფლისკენ მიწიერი ყოფის მოწყობისა და გაკეთებისკენ არიან მიმართულნი. და თუმცა ერთი შეხედვით მთელ მის საქმიანობას ღმერთი და სახარება წარმართა, სინამდვილეში სრულიად თავის ნებაზე მიშვებული და თავდაჯერებულია. ღმერთს სახარების მცნებები, ეკლესიური ცხოვრების კანონები, ტიპიკონი, წეს-ჩვეულებები და ღვთისმსახურება მხოლოდ გარსია, მხოლოდ ფონი და საფარველი. სინამდვილეში კი მთელი თავისი საქმიანობის ცენტრში ამგვარი მოღვაწე ბრჭყალებში საკუთარ თავსა და საკუთარ ნებას აყენებს. რაკიღა ვერ ხედავს და არ ესმის, ვინ არის და როგორია ღმრთის წინაშე, მას თავი ღმერთის შეუცვლელ მსახურად, მოციქულად და უფლის მეგობრად წარმოუდგენია. იგი ღმერთის წინ დგება, ანუ ზურგს აქცევს მას, ბრუნდება პირით ხალხისკენ და მთელი მოშურნეობით მოუწოდებს ადამიანებს მოვიდნენ და თაყვანისცენ ღმერთს. მაგრამ მალე ავიწყდებათ დაიკითხოს უფალს, რა და როგორ უნდა აკეთოს. იგი დარწმუნებულია, რომ მისი შრომა სათნოა ღვთის წინაშე, მაგრამ ისე ერთობა, რომ ღმერთი ავიწყდება და ხალხს უკვე თავისკენ იზიდავს. თუ მოძღვარი თავის მორჩილებას ეძიებს და არა ღვთისას, ამბობს ეპისკოპოსი ეგნატე, ის არ არის მოყვასის წინამძღვრობის ღირსი. ეს აღარ არის ღვთისმსახური, ის ეშმაკის მსახურია, მისი იარაღი და მისივე მახე. ნუ იქნებით მონანი კაცთა 1 კორინთელთა მე-7:23 მუხა. გვამცნებს მოციქული წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრენჩაინოვი, ასკეტური გამოცდილება, მეორე ტომი.
საკუთარი ცოდვების ხედვა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ცოდვების ხედვა, ამ ხედვას ლოცვითა და მარხვით ვითხოვთ უფლისაგან დიდ მარხვის დღეებში, ეფრემ ასურის ლოცვაში. მხოლოდ გარეგნული ღვთისმოსაობის წესებს იცავს, მალე თავზე ღვთის რჩეულ ჭურად სული წმინდის მადლის მატარებლად და გადამცემად სასანთლეზე დაგეგმულ ლამპრად მთაზე აშენებულ ქალაქად და სოფლის მარილად წარმოადგენს. ასეთი კაცი თვითონ დაეძებს თავისთვის მძიმე მოღვაწეობას, მოვლენათა შუაგულში დგება, დარწმუნებულია, რომ ღმერთი მასთან არის, რომ მასგან ქრისტეს ნათლის სხივები გადმოდის, რომ იგი სათნოა და სასურველი ღვთის წინაშე. ნეტარია სული, ამბობს ეგნატე ბრანჩიანი, რომელსაც სავსებით უღირსად ცნო თავი ღვთის წინაშე, რომელმაც განიკითხა თავი როგორც წეული და ცოდვილი. იგი ცხონების გზაზე დგას და თავისუფალია ხიბლისაგან. და პირიქით, ვისაც მიაჩნია, რომ მზად არის ღვთის მადლის მიღებისთვის, ვისაც გონია, რომ ღირსეულია, ვინც ღმერთს ევედრება, რომ საიდუმლო გამოცხადების ღირსი გახადოს და ვინც ამბობს, რომ მზად არის მიიღოს, მოусმინოს და იხილოს ღმერთი, ის თავს იტყუებს, საკუთარ თავს აცდუნებს და უკვე ამ პარტაონების მაღალი კლდის წვერზე დგას, საიდანაც უფსკულში დანთქმა მოელის. ისააკ ასურის სიტყვა 55. ეპისკოპოსი ეგნატე ბრანჩაინოვი ასკეტური გამოცდილება მეორე ტომი. აღტაცებული მდგომარეობაში მყოფი ადამიანს წარმოუდგენია, რომ უყვარს ღმერთი და მოყვასი, ბევრს ლაპარაკობს სიყვარულზე, მოწყალებაზე, ცდილობს თავგანწირული საქმეებით დაამტკიცოს თავისი სიყვარული, ყველას მოუწოდეს ღმრთისა და მოყვასის სიყვარულისკენ და მუდმივად ვიღაცას საყვედურობს ამ სიყვარულის ნაკლებობას. ამგვარ მართლებს ჭღალებში ერთთავად პირზე აკერიათ ასეთი სიტყვები, როგორიცაა სიყვარული, მოწყალება, მოყვასზე ზრუნვა, მაგრამ ის კი არ იციან თუ რა შორსაა მათგან ეს სათნოებები. თავის უარყოფის რა ძნელი გზა უნდა განვლოს სულმა, რომ ოდნავ მაინც მიახლოვდეს მათ. ნუ გეგონება ძმაო, წერს ეპისკოპოსი ეგნატე, თითქოს მოყვასის სიყვარულის მცნება ახლობელი იყოს ჩვენი დაცემული გულისათვის. ეს მცნება სულიერია, ჩვენს გულზე კი სისხლი და ხორცი მეფობს. მცნება ახალია, ჩვენი გული კი ძველი. ეპისკოპოსი ეგნატე პირველი ტომი მოყვასის სიყვარულისათვის. მე კი ცოდვილი, დაბნელებული ცოდვილი, რამდენჯერაც ჩავიხედავ საკუთარ სულში, იმდენჯერ ეცა და იმავეს ვხედავ, კეთილისა და ბოროტის აღრევას, რომელიც კაცთა მოდგმას მისმა წინაპარმა გადმოსცა, რა კი კადნიერად იგემა აკრძალული ხის ნაყოფი. ადამიანებს მოწყალეთ ვეჩვენები, მაგრამ კარგად რომ უკვირდები და ვიკვლევ ჩემს თავს, ვხედავ, რომ ესაა მხოლოდ სულიერი ნიღაბი. მოწყალებისა, მოწყალეთ ჩანს ჩემში ცუდმა დიდობა, მოწყალეთ ჩანს ჩემში მიკერძოება, მოწყალეთ ჩანს ჩემში ანგარება, აგრეთვე ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ მოწყალებისგან რომ ქრისტეს მცნებამ უნდა მომიზიდოს, წმინდამ და უბიცომ, ამას კი ვერ ვხედავ ჩემს თავში, ხოლო როცა მე დაბნელებული ცოდვილი წამით გონს მოვდივარ და ვცდილობ მოწყალე ვიყო ქრისტეს მცნებების მიხედვით, მაშინ საშინელი ძალდატანება მიხდება საკუთარ გულზე. ქრისტეს წმინდა მცნება ამხილებს ჩემი გულის მანკიერებას და მეც ვაღიარებ, რომ ბუნებით მოწყალე სახარების წინაშე სასტიკი და კაცმოძულე ვარ. ჩემი გული თანახმა მოწყალე იყოს სისხლის ძახილზე, მაგრამ ქრისტეს მცნებების დაყოლა მისთვის ჯვარზე გაკვრას ნიშნავს. ბუნებრივი მოწყალება, როგორც სისხლისა და ხორცის ნაყოფი, შეუძლებელია ღმერთს სათნო იყოს, მეტიც ის სახარების მტერია. მის მოსაკვეთად და მოსაკვდინებლად მოევლინა ქვეყანა სახარების მახვილი, ვინც ბუნებრივი მოწყალებით ხელმძღვანელობს, ის ბნელში ზის და სასტიკ უბოროტესი სოფლის მყრობლის ეშმაკის გავლენის ქვეშ იმყოფება. წერილების სხვადასხვა პირების მიმართ.
იღუმენი არსენი ამბობდა მოყვასის სიყვარულის შესახებ. მოყვასი იმ ადგილას უნდა დააყენოს, სადაც დგახარ. ესე იგი შენ უნდა გამოხვიდე ამ ადგილიდან, მაინც სად არის ეს ადგილი? ესა მთელი ხილული და უხილავი სამყარო, ყველგან ყველაფერი მითვისა ეგოიზმმა. სხვისთვის არაფრის დათმობა არ სურს და როგორღა უნდა უყვარდეს სულს მოყვასი, როდესაც გრძნობს, რომ იგი ყველაფერს ართმევს მას, რადგანაც ყველაფერზე ასეთივე უფლებები აქვს, როგორც თვითონ. ამიტომაც უყურებს მას როგორც მტერს და ამიტომაც ძულს იგი. ყველაფერი უნდა წაართვა საკუთარ თავს, რათა ყველაფერი მოყვას და უთმო. მაშინ კი მოყვასთან ერთად სული ღმერთსაც შეიძინს. იღუმენი არსენია წერილები, წერილი ნომერი 23. აი რა ამაღლებულად ლაპარაკობენ სიყვარულზე ისინი, ვინც ნამდვილად მოიპოვა სიმდაბლისა და სიმშვიდის საკუთარი თავის ხედვის და ყურადღების სული. ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანებისგან ასეთ მსჯელობას ვერც კი გავიგონებთ, მათგან მხოლოდ ლოზუნგები, ამახიანი შეძახილები და საგმირო საქმეებისგან მოწოდება გვესმის. ნუ დაგვივიწყე, რომ ანტიქრისტე სწორედ ამგვარად მოვა, იმისთვის, რომ ყველა აცდუნოს, იქნება მდაბალი მშვიდი თავის თავს ტყუილის მოძალადედ დასახავს, კერპების შემოსვლელად, ღვთისმოსავად, გლახაკთან წვალებლად წარმოგვიდგება, გარეგნულად იქნება მშვენიერი, მტკიცე, ალერსიანი, განსაკუთრებით პატივცემული იუდეველი ერისა და ეშმაკურად შეეცდება ყველას აამოს, რათა ხალხმა უმოკლეს ხანში შეიყვაროს. არავითარ საჩუქრებს არ მიიღებს, მისხანებას არ გამოამჟღავნებს, შუბლს არ შეიკრავს და გარეგნული წესიერებით მოხიბლავს სოფელს, მანამ სანამ არ გამეფთება. წმინდა ეფრემ ასური. მისი მეუფება სრულიად მიწიერი ხორციელი იქნება, მაგრამ შეეცდება სულიერად ზეციურად მოაჩვენოს თავი ადამიანებს. სწორედ ამით განიზრახავს ანტიქრისტე ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოების ახალი სწავლებით, ახალი წესით შეცვლას. ეს იქნება უფრო რბილი, ლაღი, სასიამოვნო და ადამიანის ხორციელი მიდრეკილებებისთვის შესაფერისი სწავლება. ამასთან იგი მთელი ძალღონით შეეცდება თავი ქრისტედ გაასაღოს ყველაფერს, რასაც ქრისტე თავის მიმდევრებს აღუთქვამს ანტიქრისტეც. იგი მხოლოდ ჯვარს გააუქმებს და ეს არის მისი მაცდური ძალის საიდუმლო მიზეზი, რის გამოც ყველა სამეფო და ყველა ერი მას შეუდგება. ანტიქრისტე აღუთქვამს თავის ერთგულებს ხორციელ დიდებას, ხოცის მოკვდინების გარეშე, ამას ყოფლის დიდებას განკითხვის გარეშე, თვით ზეცათა სასუფეველს, ყოველგვარი შრომისა და მოღვაწეობის გარეშე. ანტიქრისტე შეპირდება ადამიანებს ზეცას, დედამიწაზე, რომელშიც ადვილად თავსდება ცოდნა, მიწიერი კეთილდღეობა, ხელოვნება, მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებას, გამოგონებების საშუალებებით და ასე შემდეგ. არ სნობს რა სინამდვილეში ქრისტეს მოძღვრებას, ანტიქრისტე გარეგნულად თავს ყველას ქრისტიანად მოაჩვენებს და ქრისტეს სახელით იმოქმედებს. აქედან იღებს სათავეს მისი ძალაც, ის საფრთხეც, რის გამოც ანტიქრისტე შეიძლებს აცდუნოს თვით რჩეულნიც კი. მისი სიბრძნე სრულიად არაქრისტიანულია, მაგრამ ეს სიბრძნე თავის ქრისტიანობის საუკეთესო დროის მოთხოვნების შესაფერის სახელმძღვანელოდ გაასაღებს. მას სურს, რომ ქრისტიანობა ვითომ და გონივრულ ფორმულამდე დაიყვანოს. გახადოს იგი, ასე ვთქვათ, უფრო ჭეშმარიტი, უფრო სუფთა, მსუბუქი და შესაფერისი ადამიანის ხორციელი მიდრეკილებებისათვის. ანტიქრისტე უარყოფს ყოველგვარ მოღვაწეობას და აცხადებს, რომ ამგვარი მოღვაწეობა ადამიანის ძალებს აღემატება.